რამდენიმე კითხვა გვაქვს მამა თქვენთან დაკავშირებით. როგორ მოხდა რომ აქ იყო მოქალაქე და თან რუსეთში სხვაგვარით? სამიმნის ნინო გალუსტაშვილი 21 წლის გიორგი მინდაძის განაჩენის გამოსაცხადებლად მშობლების სახლიდან 8 საათსა და 15 წუთზე გამოვიდა. ახალი მოდელის ძვირად ღირებული მერსედესი, რომლითაც ის სამსახურში დამწაიყვანა, მოსამართლის ძმის სახელზეა რეგისტრირებული. გალუსტაშვილები 4 ავტომობილს ფლობენ. გვარის ინიციალების გამომსახველი მიყოლებითი სერიული ნომრებით 001, 002, 003 და 101. მე და რას დავდიხართ ერთი და რა თქვენ ვიხართ გალუსტაშვილების? თქვენი სახელი. ნინო გალუსტაშვილი მისი არაერთი მეზობლის მონათხრობით დედასთან და და-ძმასთან ერთად ამ სახლში ცხოვრობს. ოჯახის საკუთრებაა სახლის მიმდებარედ გაქირავებული ეს კომერციული ფართებიც. ამ სახლის ავტოფარეხში ვიღებთ Land Cruiser LC 150-ს, Mercedes-Benz C300 და Ford Transit-ის მინივენსაც. კანონის თანახმად დეკლარაციის შემცემს ევალება შესაბამის გრაფაში ჩაწეროს მასთან მუდმივად მცხოვრები პირები და მათ საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონებაც, რაც მოსამართლე გალუსტაშვილს არ გაუკეთებია. ერთადერთი რაც ერთადერთ დეკლარაციაში შეიტანა Mercedes-Benz GLC 53-ის 2019 წლის მოდელია. სინდისის პატიმრების გამსამართლებელი წერს, რომ ავტომობილი, რომელიც 150-დან 200.000 ლარამდე ღირს, 2024 წლის აგვისტოში მამამ აჩუქა. ავტომობილი მქონს და აჩუქა მამამ, ხო? იქიდან გამოაგზავნა მოსკოვიდან? აქანა? ხო. არა, მოგე. უბრალოდ ფინანსურად უზრუნველყო რო ეყიდა? შაბათის ეთერმა აღმოაჩინა, რომ ნინო გალუსტაშვილის მამა რუსეთში ავტობიზნესის მფლობელია. ბიზნეს ოპერატორად ის რუსეთის ერთიან რეესტრში 1 წლის წინ 2024 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა. დოკუმენტებში მითითებულია, რომ მოსამართლის მამის ძირითადი საქმიანობა მოსკოვში ავტომობილების ნაწილებით საბითუმლო ვაჭრობაა. პარალელური საქმიანობის სფეროდ კი გალუსტაშვილის მამას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა აქვს მითითებული. მასვე აქვს მოპოვებული სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების, ავტოსამრეცხაოების ფლობისა და გზებზე მანქანებისთვის ტექდახმარების აღმოჩენის ლიცენზიაც. მამის ბიზნესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. საქართველოში რა აკავშირებს ამ ბიზნესს? საქართველოდან გააქვს ავტონაწილები, არაფერი ავტომობილები? საქართველოსთან არაფერი არ აკავშირებს. არა, რუსეთში ხდება მხოლოდ მოქმედება? ანუ აქედან არ გააქვს არაფერი არა, და არ იქიდან შემოაქვს? იქიდან მამაჩემს არაფერი. მოსამართლე გალუსტაშვილის ძმა გვარწმუნებს, რომ მამის ავტობიზნესს საქართველოსთან შეხება არ აქვს. თუმცა, შაბათის ეთერმა რამდენიმე საეჭვო გარემოება აღმოაჩინა. დავით ომარისძე გალუსტოვი რუსეთში ბიზნეს ოპერატორად თავდაპირველად 2013 წელს დარეგისტრირდა. მაშინ მისი ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა იყო. 2022 წლის 29 ივლისს დავით გალუსტოვმა რუსეთში ბიზნესი დახურა და გააუქმა ბიზნეს ოპერატორის რეგისტრაციაც. კომერციულ საქმიანობას მოსამართლის მამა 2024 წლიდან უბრუნდება და ამჯერად ავტობიზნესში შედის. თქვენი კომპანია ბატონ დავით დახურეთ თქვენ 2022 წელს და 2024-ში თავიდან დარეგისტრირდით უკვე ბიზნეს ოპერატორად. ან რატომ შეწყვიტეთ ბიზნესი, ან რატომ განაახლეთ შემდეგ? დიახ, არაფერი სამალი არ მაქვს. დიახ. ავიცარი, короче, ვარ. короче, რეესტრში არის ასე მითითებული ბატონ დავით, ამიტომ ეს არის, მაგრამ შეიძლება იყო რომ გვინდოდა რაღაცა გაგვეკეთებინა და დავრეგისტრირდით მაგიტო. დავით გალუსტოვი გვარწმუნებს, რომ მოსკოვში ბიზნეს ოპერატორად 9 წლის განმავლობაში ისე იყო რეგისტრირებული, რომ ბიზნესს არ აკეთებდა. რეალური საქმიანობა კი მხოლოდ ახლა 2024 წელს დაიწყო. ეს კი დროში ემთხვევა რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს, რის გამოც ავტონაწილებით მომარაგებას ამ დროს უკვე სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი. არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთში ცნობილი ბრენდების ავტომობილები სანქციებისგან გვერდის ავლით სწორედ საქართველოდან შეჰქონდათ. თქვენ დააფუძნეთ კომპანია 2024 წელს რუსეთში დარეგისტრირდით როგორც ბიზნეს ოპერატორი, რომელიც ავტონაწილების საბითუმლო ვაჭრობით არის დაკავებული. საიდან შეგაქვთ ეს ავტონაწილები? არა, როგორ გვეშლება რეესტრის დოკუმენტს უყურებ რუსეთის ერთიან რეესტრში, სწორედ კატეგორია ეს გაქვთ მითითებული ავტონაწილების საბითუმლო ვაჭრობა. მან რა მაქვს მითითებული? ეგ შემიძლია რომ გავაკეთოს, მაგრამ მე სხვა საქმეს ვარ დაკავებული.
თქვენ ძირითად საქმიანობად გაქვთ ეს მითითებული ბატონ დავით. რეესტრი, რუსეთის ერთიანი რეესტრი ითხოვს ძირითადი საქმიანობის და დამხმარე საქმიანობის რეგისტრაციას. თქვენ ძირითად საქმიანობაში მითითებული არის ავტონაწილებით საბითუმო ვაჭრობა და დამხმარე საქმიანობაში მითითებული არის სამშენებლო სამუშაოების საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობა. გეშლება და მან მე ახლა იცი მიდულობ ძველ მანქანებს შლი და ვარემონტ მუშაობ შაბათის ეთერმა ამ ჟურნალისტური გამოძიების მომზადების დროს დავით გალუსტოვის სახელით საქართველოში გადმორიცხული თანხების დამადასტურებელი ამონაწერიც მოიპოვა. ჩვენს ხელშია სწრაფი ფულადი გზავნილების კომპანია იუნისტრიმის საშუალებით დავით ომარისძე გალუსტოვის მიერ რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების შესახებ ყველა ინფორმაცია. ჩვენ დავადგინეთ, რომ ნინო გალუსტაშვილის, გიორგი გალუსტაშვილისა და მეუღლის თეა ომანაშვილის გარდა თანხები სხვა პირების სახელზეცაა გადმორიცხული. განსაკუთრებულ ყურადღებას 2022 და 23 წლის მსხვილი ტრანზაქციები იქცევს. ერთ შემთხვევაში ფულის მიმღები ბესიკ ბიჭიაშვილია. თანხის ოდენობად კი 304,290-ია მითითებული. გამარჯობათ, მოდის გიხდით, ბატონ ბესიკთან ვარ. დიახ. ბესიკ ბიჭიაშვილთან იმის გასარკვევად მივდივართ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რაც რუსული საბანკო სისტემა საერთაშორისო ბლოკადაში მოექცა, რა დანიშნულებისთვის მიიღო მოსკოვიდან თანხა სინდისის პატიმრების მოსამართლის ნინო გალუსტაშვილის მამისგან. მე არ ვიცი, რაღაცა მანქანა ყავდათ ერთად, როგორც ვიცი. მანქანა 300,000 მანქანა არ ეღირებოდა ალბათ. ბურღის მანქანას ამუშავებდნენ ერთად. ანუ ამუშავებს საკუთარი მოხმარებისთვის თუ სხვები ხირაობენ. იყიდეს, სანახევროდ იყიდეს. ხო, ფინანსური შემოსავალი აქვს ამ მანქანას, ხო, სწორად გავიგე. მუშაობენ, დიახ. ბესიკ ბიჭიაშვილის მეუღლე გვიდასტურებს, რომ თანხა რუსეთიდან საბურღის სპეცტექნიკის შესაძენად გადმოირიცხა და ახლა ამ სპეცტექნიკას ადგილზე კომერციული მიზნით იყენებენ. დეტალების დასაზუსტებლად თავად ფულის მიმღებ ბიზნესმენს ვურეკავთ. მინდა რა გაკავშირებთ ბატონ დავითთან? მეგობრობა გავიგე ბიზნესი? არანაირად აბა რაღაც მანქანა გიყიდიათ? რა მანქანაა? ბურღის მანქანა? არა განაცვალე აბურგის მანქანა. არა. არა. რანაირად თქვენთან მეუბნებიან რომ კი და ბესიკ ბიჭიაშვილი 7 კომპანიის ფლობელია, მათ შორის ერთ-ერთი აგროტექ იმპორტია. ბიჭიაშვილმა თავდაპირველად სინდისის პატიმრების მოსამართლის მამისგან, დავით გალუსტოვისგან ფულის მიღება უარყო. თუმცა, მას შემდეგ რაც ვუთხარით, რომ გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა, პოზიცია შეცვალა. მანქანას უბრალოდ დამეხმარა ვიყიდე რა სხვა არაფერი. მანქანა ვიყიდე, სხვა არაფერი. და წეგან მეუბნებოდით არაშუაშია. მაგის დახმარებით უბრალოდ რუსეთში ვიყიდე ეგ მანქანა მაგისი დახმარებით, სხვა არაფერი. საუბრის პარალელურად ბესიკ ბიჭიაშვილს ფულის გადმორიცხვის დამადასტურებელ ამონაწერს ვუგზავნით და ინტერვიუზე თანხმობას ვთხოვთ. არა მგონი არაფერი დოკუმენტი რა 300,000 რისამა აი ეგ არის გამორიცხული. აი ვაიბერში ჩამიგდეთ. ჩაგიგდეთ. აი პირდებით. აი ხა ვიწერ თქვენ საუბარს. პირდები და გნახავთ. აი გარიცხული ჩამიგდეთ ჩემთან რა. ახლავე კი ბატონო. გადარიცხვის დოკუმენტში საკუთარი გვარის ამოკითხვის შემდეგ ბიჭიაშვილი შეხვედრაზე უარს გვეუბნება. ძალიან აქ თქვით რომ არ მინდა რა. ანუ მომატყუეთ გავიგე კი ბატონო გასაგები. არ მინდა რა, აი ძალიან ეს ინტერვიუ ჩვენ 2 ივლისს ჩავწერეთ. მოსამართლის მამას მოსკოვში კი 4 ივლისს მივაგენით. მათ შორის რომ კომუნიკაცია უკვე არსებობდა, ამას ნინო გალუსტაშვილის მამის ნაამბობი ადასტურებს. აი მაგის უფლება ვინ მოგცათ რომ კაროჩე რა, მაგის უფლება ვინ მოგცათ რომ თქვენ მანდ ჩვენოთ ჩემი მისამართი სადავცხოვრო თქვენ მაგით იცი რა შევიდეთ. ჩვენ თქვენი მისამართი ვაჩვენეთ ბატონო დავით, სად ვაჩვენეთ? მაგარო დადიოდა კაროჩე და ჩემ გადმონაგზავნეს ახებს ვინო საშუალებოდა. კი, თქვენი გადმორიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია მოვიპოვეთ, კითხვები გვაქვს და ამიტომაც გიკავშირდებით თქვენ რა დავაზუსტოთ. შაბათის ეთერმა აღმოაჩინა, რომ უკვე 2023 წლის 13 თებერვალს 30,718 სავარაუდო დოლარი დავით გალუსტოვმა კიდევ ერთ ბიზნესმენს ზურაბ ნამგალაურსაც გადმოურიცხა. ზურაბ ნამგალაური აქ ცხოვრობს? არა. როგორ არა, კომუთაც აწელია. ნამგალაურთან დაკავშირება ჩვენთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. ის არც საცხოვრებელ მისამართზე დაგვხვდა, ამიტომ მასთან ერთად ამავე ბინაში რეგისტრირებულ მაკა ლოხიშვილს ვურეკავთ.
იო, ქალბატონო მაკა, გამარჯობა. გამარჯობა. მე გაწუხებთ მაკა ჩიხლაძე, ჟურნალისტი TV პირველიდან. დაკავებული ვარ ცოტა ხანში ამერიკაში, წოდიშ გიხდით. ამ რამდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ მაკა ლოხიშულმა ჩვენი ტელეფონის ნომერი დაბლოკა. დამბლოკა ქალბატონმა მაკამ. ანუ სხვა ნომრიდან შედის ზარი და იმ ნომრიდან საიდანაც მე დავურეკე, არა. რა დანიშნულებისთვის ურიცხავს საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მფლობელებს ფულს მოსამართლე გალუსტაშვილის მამა მოსკოვიდან. ჩვენ აღმოვაჩინეთ ისიც, რომ ფულის მიმღებებს შორის სხვადასხვა პერიოდში დავით გალუსტოვის თანასოფლელებიც იყვნენ. ამიტომ ახლა უფრო მეტი დეტალის გარკვევას ვცდილობთ. თქვენთან ვარ ერთი წუთით თუ შეიძლება. ცირა ბუიძე, ხო? კი. ეს ცირა ბუიძეა, რომელმაც ფული გალუსტოვისგან 2018 წლის 22 ოქტომბერს და 2019 წლის 21 მაისს ორ ტრანშად მიიღო. დავით გალუსტაშვილთან რა გაკავშირა? არანაირი კავშირი. აი, ფული აქვს თქვენთვის გადმორიცხული რუსეთიდან. არ ვიცი გენაცვალე. რანაირად არიცი, თქვენ სახელზე არის გადმოგზავნილი იუნისტრიმით, ქალბატონო ცირა. აგიგძალეს. აი, აბა უკაცრავად შეხედეთ. არ ვიცი გენაცვალე. მე ცირა უკაცრავად აგიგძალეს ამაზე ლაპარაკი. როგორ არცნობთ, ფულს როგორ გიგზავნიდათ, აბა? ჩნდება კითხვა. ხომ არ ირიცხება სხვების სახელზე ფული, რომელსაც სინამდვილეში მამა მოსკოვიდან მოსამართლეს უგზავნის. ჩვენ ინფორმაცია დავით გალუსტოვის მიერ მხოლოდ იუნისტრიმის სისტემიდან გადარიცხული თანხების შესახებ მოვიპოვეთ. ხელი არ მიგვიწვდება სხვა ანალოგიური გადარიცხვების სისტემების მონაცემებზე. არსებულ მონაცემებში კი ნინო გალუსტაშვილის როგორც თანხის მიმღების სახელი მხოლოდ იმ პერიოდში ჩანს, ვიდრე ის მოსამართლე გახდებოდა. 10,000-ობით დოლარი გაქვს გადმორიცხული. მე არ მithქვავს რომ გაროჯი გაჭირვებაში ვცხოვრობ. მე რასაც აღშოულობ მე ჩემსულებს ვახმარებ და ჩემოდაცვა. იმიტომ ვარ რომ ჩემი ოჯახი დავაყენო ფერზე და ჩემი ოჯახს არაფერი არ აქვს. აი იმიტომ ვარ აქ. კი, 3 მანქანაც გაქვთ ნაყიდი, ხო? პრადო, მერსედესი. სამი კი არა, კიდევ უნდა ვიყიდო. მოსამართლის მამას, რა თქმა უნდა, ვეკითხებით ძვირადღირებულ მერსედესზე, რომელსაც მისი ქალიშვილი დეკლარაციაში უთითებს. დავით გალუსტოვისგან გვაინტერესებს, ავტომობილი მოსკოვიდან გამოუგზავნა თუ საქართველოში შეიძინეს. გავიცი რომ ყველაფერი გავაკეთე და ეს მანქანაც მეუყიდე. მოსკოვიდან გამოუგზავნეთ მანქანა? და მოსკოვიდან კაცო. მოსამართლის მამამ ჩვენ არ გვიპასუხა კითხვაზე, რა საშუალებით გადმოუგზავნა ფული მის ქალიშვილს მანქანის შესაძენად და გამოიყენა თუ არა ამისთვის მესამე პირები, რადგან ნინო გალუსტაშვილის სახელზე ასეთი გადმორიცხვა გასულ წელს არ ჩანს. ჩამოხვედით მანქანის აყიდლად? არა. აბა როგორ უყიდეთ? კაი. როგორ უყიდეთ ბატონ დავით, თანხა გადმოურიცხეთ? როგორ უყიდე, როგორცა ხდება ისე უყიდე. თანხა გადმოურიცხეთ? ამ ჟურნალისტური გამოძიების დროს ჩვენ დავადგინეთ, რომ ნინო გალუსტაშვილის მამა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობას ერთდროულად სხვადასხვა გვარზე გაცემული პასპორტებით წლების განმავლობაში ფლობდა. ეს არის ამ მონაწერი რუსეთის მაცხოვრებელთა რეესტრიდან, საიდანაც დგინდება, რომ დავით გალუსტაშვილმა რუსული პასპორტი ბაშკირეთში დავით გალუსტოვის გვარზე 2007 წლის 5 სექტემბერს აიღო. თუმცა ამავე დროს ის დავით გალუსტაშვილის სახელზე საქართველოში გაცემული პასპორტით ქონებების გადაფორმებით იყო დაკავებული. ეს ჩვენი პირადი გადასაწყვეტია, ჩვენი პირადი საქმე თუ შეიძლება. ხო არა, ბიზნესს უკავშირდებოდა? საუბარი შემიძლია ჩამოკარგულოთ არც. მამა ჩემი წავიდა ედუარდ შევარდნაძის დროს რუსეთს ჩამოკარგა. 25. ქალაქეობა ქონდა გარკვეული პერიოდი, ეხლა ბოლო დროს აღარა აქვს. ხო და ეს თქვენთვის რატო არის მნიშვნელოვანი? შვილი გვეუბნება, რომ მამა რუსეთში შევარდნაძის დროიდან წასულია. თავად დავით გალუსტოვი კი ირწმუნება, რომ ვალების გამო სახკარის გაყიდვა და ქვეყნიდან წასვლა 2015 წელს მოუწია. პროცენტიანი ვალები მქონდოდა. და ამის გამო იძულებული გახდით დაგეტოვებინათ ქვეყანა? თქვენ საქართველოს მოქალაქეობა რის საფუძველზე შეგიწყვიტეს? არ ვიცი, არ მიმიკითხებია. ანუ არ დაინტერესებულ ხართ ქართული პასპორტი რატო გაგიუქმეს? არ ვიცი, არ მისულვარ იუსტიციაში და გაგითხავს. თქვენი ოჯახის წევრებისთვისაც არ გითხოვიათ, რომ გაერკვიათ? არა. ორ სხვადასხვა პასპორტს რუსეთსა და საქართველოში სხვადასხვა გვარზე გაცემულს როგორ ფლობდით? მე საქართველოს პასპორტი არ მისარგებლია, როცა რომ რუსეთის მოქალაქე გავხდი. თუ თქვენ ამბობთ, რომ რუსეთის პასპორტი რაც აიღეთ, ქართული დოკუმენტი აღარ გამოგიყენებიათ და აღარ გისარგებლიათ. ანუ 2014 წლამდე საქართველოში რა დოკუმენტით ცხოვრობდით ალბა?
აღარ მახსოვს, ნოდარ და კაროჩე ეხლა მოსამართლის მამა არ მალავს, რომ ემიგრაციიდან შაბათის ეთერის მაყურებელია. ერთადერთი ვისაც მე უსმენდი ხოლმე და იყო გამაძე გიორგი, ისმენდი ხოლმე შენ და კიდე ერთი უსმენდი ხოლმე აკუბარდია. თუმცა არ სურს საუბარი შვილის გადაწყვეტილებებსა და ახალგაზრდების ციხეში გაშვებაზე, რამაც საქართველოს მოქალაქეები შეძრა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი მოქმედებს კანონის პარტიაში. შვილი არაკანონიერ არაფერს არ გააკეთებს. არის მაღაზე მაღლაც კიდე დგანან, მაღლაცად დგანან, ვინც უნდა გაასამართლოს კიბათოს. თუ ჩემმა შვილმა რამე დააშალა, დაჟია. ხო ხედავდათ, ნანიწულაია სამში დაბადების დღე ქონდა, ნინო მხოლოდ საერთოდ გულთან ვერ გაიკარა, ვერავის სიყვარული ვერ მიიტანა, ვერავის ტკივილი გულთან და ამ ტკივილიდან გამომდინარე იფიქრა, რომ მოდი კიდევ ატკენ გულს, მაგრამ ნინოს და ირიქალები მე გულს ვერ მატკენებ, იმიტომ რომ მე გიორგი მინდაცის დედიკო ვარ. 57 დაბადების დღის საჩუქარი სინდისის პატიმრის დედას მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გაუკეთა. ნანიწულაიამ საკუთარ დაბადების დღეზე გაიგო, რომ მის 21 წლის შვილს ციხეში 5 წლით უშვებდნენ. მოვა დრო ურემი ნელა დადის, ძალიან ნელა, მაგრამ ყველას კარებთან მივა ეს სამართალი. ძალიან წარედ მივა და აი მაშინ ნინო გალუსტაშვილსაც წარედ გაახსენდება ჩემი წრემლები. და იტყვის ნანიცრემმა მიყო ეს ყველაფერიო. უმკაცრესი განაჩენისთვის მზად იყო თავად გიორგიც. პროევროპული აქციების მონაწილემ მისი გამსამართლებლები საკუთარ ნახატში გამოსახადა დედას განაჩენის გამოცხადების დღისთვის ამ კარიკატურის ხალხში გავრცელებას თხოვა. არა, არ უნდა ვიტირო, ამათ დაცემული არ უნდა დავენახო. ვიბობოქრებ, ვივლი, არ გავჩერდები. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ერთადერთი არ არის, ვისი ბედით და ცხოვრებაც ნინო გალუსტაშვილმა გადაწყვიტა. 33 წლის ქალმა მოსამართლე აიღო თავის თავზე მათედევიძის ციხეში 4 წლით და 6 თვით გაშვებაც. მან უნდა გამოუტანოს განაჩენი ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გიორგი ტერიშვილს, გურამ მირცხულოვას და ვალერი თეთრაშვილსაც. პირველი მოსამართლე, რომელმაც პირველი სინდისის პატიმარს უკანონოდ მიუსაჯა და უსამართლოდ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მიუსაჯა პატიმრობა. ეს არის პირველი სიტყვები, რაც მომდის ამ სახელთან და გვართან ასოციაციაში. მოსამართლის მანტია ნინო გალუსტაშვილმა სულ რაღაც 6 თვე არაც მოისხა. როგორ ანდეს ახალბედა კადრ საქმეები, რომელიც დიდი ვნებათა ღელვის საგანი უნდა გამხდარიყო. მიზეზი გალუსტაშვილის კვალიფიკაცია ვერ იქნებოდა. მცხეთის რაიონული სასამართლოს სტაჟიორი, მოგვიანებით კი მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტი, ასევე დუშეთის სასამართლოს სხდომის მდივანი დედაქალაქში მხოლოდ 2018 წელს გადმოდის და მუშაობას ისევ მდივნის პოზიციაზე აგრძელებს. მოსამართლეობამდე მან 3 წლის განმავლობაში მხოლოდ თანაშემწედ მუშაობის სტაჟი დააგროვა და პირდაპირ პოლიტიკური საქმეების მსაჯულად გამწესდა.